იყო ეგეთი პიროვნება ავგუსტ ხორხი. აჰა. რომელმაც 1899 წლიდან რასაც აუდის ისტორიას ხონი? ხო აბა. აბა ზღაპრებს ხო არ მოყვები შვილო. რა იქნება ზღაპარი? ზღაპარივით კი არის. დაარსა ავტოქარხანა რა, ეგრეთ წოდება. ეხლა არ თქვა ველოსიპედები დაიწყო თორე. არა, ამჯერად ხორხმა ველოსიპედებით არ დაიწყო. სხვათა შორის, დაიბადა, გაიზარდა რამე გერმანელი იყო და всё რა, სტანდარტულად ისწავლა ევასებოდა მაგრად ეს ჭირკედელაობა, როგორც ხდება ხოლმე. ხო. იქ რა ქვია, მატარებლების ქარხანაში გაიწაფა ხედი. პატარა 16 წლიდან მუშაობდა ცოტა ხანი, მერე იქ ფული მოაგროვა რაღაცა, თავისივე ნიჭით ჩააბარა უმაღლესში, დაამთავრა და დაიწყო მუშაობა. რაღაცა მეტალურგიულ ქარხანაში. და აი მართლა რომ სასწაული მოხდა რა, წარმოიდგინე მე-19 საუკუნის მიწურული არის რა. ხო. და დაღლილი დაკანცული ახალგაზრდა ბიჭი სამსახურიდან მოდის სახლში და უცებ რა ახდა ნახულობს მანქანას. მაშინ ეხა აი რომელიც რომ სოფლიოში მაგ დროს თიძე ჩამოსათვლელი მანქანები დადიოდა. 3-4 წელი დადიოდა. და დაინახა ბენც, მაიც არა ერქვა? მერსედესი დაინახა რა. ხო. არ უნდა ეხლა ბენც ველო ერქვა. აჰა. ეგეთი მოდელი ქონდა მერსედესი რა. ხო. მერსედესი სოფლიოში სულ პირველი ავტომობილია რო იცი. ხო. ეგ მანქანა დაინახა, შოქში ჩავარდა რამე რაღაცა და მე მეც მინდა გაიაზრა და რაღაცა ხო. რაღაცეები აი არ მოეწონა რა მაგ მანქანაში. დავხვეწავო. ხო. და ტიპმა აზემოდი რამდენად ნასტირნი იყო, რომ წერილი მიწერა მერსედეს კარლ ბენც. ხო. რომ თქვენ ქარხანაში მინდა მუშაობის დაწყება და დაუკონკრეტა რატომ. რომ აი თქვენ მანქანაში ეს არ მომწონს, ეს არ მომწონს. და მე შემიძლია რომ უკეთესი გავაკეთო. და ეგ წერილი სხვათა შორის ადრესატამდე მივიდა, წაიკითხა ამ კარლმა. ხო. ტიპი შოქში ჩავარდა ვიღაც 21 წლის ბიჭი. ეგ წერილსაც წერს რა. და მიიღო სამსახურში.